საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელი მხარე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 6 მოქმედი წევრი წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მათ უფლებებს არ უყვებს. მათი განმარტებით სამეურვეო საბჭოს ახალი წესი დაკომპლექტება ავტომატურად სამეურვეო საბჭოს ძველი წევრების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტას დროზე ადრე გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეშ ჩარევა დაფასებენ. მოსარჩელი მხარის ვარაუდით კანონში შეტანილი ცვლილებები გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკავშირებას ხელისუფლების ამა თუ იმ შტოსთან. მათ დღესვე დააყენეს შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა, მათ კომენტარისაგან თავი შეიკავეს. ძალიან იჩქარა პარლამენტმა, არ გაითვალისწინა არც ერთ სერიოზული ექსპერტის რეკომენდაცია, ყოვლად ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული შესწორება, ჩაწერა გარდამავალ მუხლში, რის საფუძველზედაც სამეურვეო საბჭო დატოვა საკონსულტაციო უფლებით. ჩვენ ვასაჩივრეთ ძირითადად ამ ორ მუხლს, რაც დაკავშირებულია ვადებთან და რაც დაკავშირებულია სამეურვეო საბჭოს უფუნქციოდ დატოვებასთან, რამაც დიდი კოლიზიები გამოიწვია. მოსარჩელებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლებურად დაკომპლექტების წესს, გამოიწვევს მათი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ამასთანავე ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლთან, ანუ მათ უფლებასთან ეკავოთ სახელმწიფო თანამდებობა.